საუკუნეების მანძილზე მოსავალი მუდამ საფრთხის ქვეშ იყო. დაუნდობელი მტერი, სოკოვანი დაავადებები ანადგურებდა ნაკვეთებს და შიმშილს თესავდა. 1000 წლეულების წინ ძველი ბერძნები და რომაელები მოსავლის დასაცავად ბუნებრივ გოგირდს იყენებდნენ, მაგრამ ეს იყო არაეფექტური ცდები. გარდატეხა მე-19 საუკუნეში მოხდა. მევენახეები ვენახს შაბიამნისა და კირის ნარევით ღებავდნენ, რათა გამვლელებს ყურძენი არ მოეპარათ. ბოტანიკოსმა მილარდეიმ აღმოაჩინა, რომ აღნიშნული ნარევით შეწამლული ვაზი არ ზიანდებოდა დაავადებისგან. სპილენძის სულფატისა და კირის ამ კომბინაციამ გადაარჩინა ევროპული მეღვინეობა და საფუძველი ჩაუყარა ფუნგიციდების ერას. მეცნიერებმა ლაბორატორიებში ახალი ორგანული და სინთეზური ფუნგიციდები შექმნეს. ამ პროგრესის მწვერვალია კუპროზინი, სპილენძის ყველაზე ეფექტური გერმანული ფუნგიციდი. კუპროზინი ისტორიულ წინამორბედთან შედარებით 75%-ით მეტ იონს გამოყოფს, რაც ზრდის ეფექტურობას და უზრუნველყოფს პათოგენების სპორების ბლოკირებას უჯრედულ დონეზე. კუპროზინი არის ადამიანის 1000 წლოვანი დაკვირვებისა და თანამედროვე მეცნიერული კვლევების შედეგი. პროგრესის უმაღლესი საფეხური თქვენი მეურნეობის საიმედოობისთვის. აგროფორსი. გადააფასე ხვალინდელი დღე.